მოგესალმებით და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენს კომპანიაში მათე მოტორში შეიძინა ჯეტურის ავტომობილი. იცით ეს ჯეტურის ბრენდი არის ჩვენი ბრენდი, მათე მოტორსის ბრენდია. დაახლოებით 2 წელიწადია ჩვენ ამ ავტომობილებს ყიდით და ის რომ ვიღაცა 2 და 3 ავტომობილი შემოყავს და ადამიანები შეცდომაში შეყავთ და რაღაცა ჭიღრუ ტელევიზიის თანამშრომლებს იყენებენ ამ გაპიარებაში, რომელიც ტელევიზიასაც 100 თუ 200 ადამიანის მეტი მაყურებელი არ აყავს. მინდა ყველას უთხრა, რომ ჯეტური არის მათე მოტორსის ბრენდი და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათე მოტორსმა ჯეტურის აი ეს ავტომობილი, რომელსაც ეძახიან T2 საქართველოში მისი აწყობა ძალიან მალე დაიწყოს. აგრეთვე ჩვენ გეგმავთ, რომ ჯეტური დაშინგის ქარხანა იყოს საქართველოში. ამას ჩვენ მივაღწევთ, დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ჩვენ დაგვეხმარება და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ. რაც შეეხება ვინ არის საქართველოში დილერი, ვინ არის წარმომადგენელი, ჩვენ ვართ დილერიც, წარმომადგენლებიც, საწყობიც გვაქვს, ყიდით და გვაქვს მილიონობით თანხის შეძენილი ავტონაწილები. ის რომ ვიღაცა სადღაც გადამზადდა არის ტყუილი, ვიღაცა სადღაც რომ თითქოს და აქვთ პროფილაქტიკა თუ ცენტრი, ეს არის ტყუილი და ყველაფერი ტყუილია, რაც ამაზე მე არ ვაგებ პასუხს, რასაც გეუბნებით, ვინაიდან კომპანიას ყავს 4 იურისტი, 4 იურისტმა ამ საქმეზე იმუშავა და პასუხს აგებენ ყველა იმ სიტყვაზე, რასაც თქვენ ამათგან გაიგებთ. მე ვამბობ იმას, რასაც ჩემი იურისტები ამბობენ და მე ვხედავ განაწყენებულ ადამიანებს, ვინც ჯეტური შეიწყიდა, აღმოჩნდა რუსეთში წარმოებული და აღმოჩნდა ის არ აღმოჩნდა, რასაც პირდებოდნენ და თქვენ დღეს ყველაფერს გაიგებთ. რაც შეეხება ჯეტურის ოფიციალურ წარმომადგენლობას, რასაც ქვია, როგორ ეძახით შალვა ჩვენ როცა შენი არის წარმომადგენლობა, ოფიციალური დისტრიბუტორი. ძალიან მალე ჯეტურისიც იქნება მათე მოტორსი, ეს არის მათე მოტორსი, მაგას არ აქვს პრობლემა. უბრალოდ ერთ რამეს გიჩვენებთ. აი ეს ავტომობილები ძალიან მალე აიწყობა საქართველოში, რომელსაც მთელი საქართველოს მოსახლეობა მიესალმება და თქვენ ნახეთ ერთ-ერთი ჩვენი მაგეთი. ეს არის ჯეტურის ცენტრი, რომლის მშენებლობა უკვე დამთავრდა ქუთაისსა და ბათუმში და ჩვენ ხვალ ზედ ჩვენ ვიზეიმებთ ამას როგორც ბათუმში, ისე ქუთაისში და ამას მოსახლეობა ნახავს. რაც შეეხება ბაიკის იგივეა ქუთაისში, ბათუმში და თბილისში. ჯეტური თბილისში იმდენია, რამდენიც მოსახლეობას ჭირდება და ჩვენ ამას რეალურად ვახორციელებთ. ჩვენ არავის არ ვეუბნებით, რომ ან არ შემოიყვანო, ან შემოიყვანე. არა, ბატონებო, ყველამ შემოიყვანეთ, რაც მეტი იქნება კონკურენცია, ჯანსაღ კონკურენციას არაფერი არ ჯობია, მაგრამ ჩვენ ჯეტურს ვაკონტროლებთ, ქვია, ნებისმიერი შემოყვანილი ჯეტური საქართველოში ჩვენ ვიცით ვინ კოდების მიხედვით საიდან შემოდის, როდის შემოდის და რა ჭირს იმ ავტომობილს და თუ რა ხდება დღეს ბაზარში. დღეს ჯეტურს მათე მოტორს იყიდის. ახლა ჩვენ სიტყვა უნდა გადავცეთ ბატონ შალვა ციცხვაია, საკარია იურისტები, ბატონი შალვა, ბატონი კოტე, ქალბატონი თეონა და ბატონი მიშა. ამ ადამიანებმა რეალურად შეიწყიდეს ავტომობილები, რომ მათ ფაქტი ქონოდათ და ეს ფაქტი ჩვენ ქარხანისთვის მიგვეწოდებია, რომ ეს ესე არ შეიძლება. ადამიანების მოტყუება არ შეიძლება და ეს უკვე თვითონ ქარხანა მათ იცის.
ბატონო შალვა, ჩვენ ვართ აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატა. ჩვენ ბიზნეს ვაკეთებთ, ხო? ეს ჩვენი კომპანიაც ამ ბიზნესში შედის. მაგრამ ამ ჩვენს ბიზნესში არის ერთ-ერთი საკითხი, ჯეტურის საკითხი, ხო? რა თქმა უნდა. რეკლამას უკეთებს სხვა და დიდი მადლობა მინდა გადავხადო და ყიდით ჩვენ. აი ეს არის მარკეტინგის ხრიკი. რეკლამას აკეთებს სხვა ჭუღურო იმით ტელევიზიების მეშვეობით, ჭუღურო წამყვანებით და ავტომობილს ყიდით ჩვენ ძირითადად. მოდი, მოусმინოთ ბატონ შალვა ციცხვაიას, რომელიც არის აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის ტრანსპორტის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე და აი ამ კომპანიის იურისტი. 4 ეს ადამიანები არიან კომპანიის იურისტები. გისმენთ ბატონო შალვა. მადლობა, საღამომშვიდობის, მივესალმები ჩვენს მაყურებელს და ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ ჯეტურის საკითხმა და კიდევ ერთხელ მინდა გარკვევით აღვნიშნო, რომ მოსახლეობას თუ უნდა ნამდვილად ჩინეთში ქარხანაში აწყობილი ავტომობილი ჯეტურის ნებისმიერი მოდელი შეიძინოს, უნდა შეიძინოს მხოლოდ მათემოტორში. რატომ? იმისათვის რომ მიიღოს 10 წლიანი გარანტია, რეალური გარანტია, იმისათვის რომ მიიღოს სრული სასერვისო მომსახურება ჩვენს ნებისმიერ ფილიალში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, იმისათვის რომ დარწმუნებული იყოს, რომ კომპანიას ამ შემთხვევაში მათემოტორს გააჩნია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სასაწყობო მეურნეობა და სრული სერვისი. და ასევე ეს არის კომპანია, რომელსაც აქვს 40 წლიანი გამოცდილება როგორც ავტოიმპორტში, ისე სერვისში და ასევე კომპანია, რომელიც არის ავტომექანიკის წევრი 2000 წელზე მეტია და არის ბიზნეს პალატის, ავტოინდუსტრიის და საგზაო უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელი. კარგი, ბოდიშს გიხდით, დიდი დრო რო არ წავიდეს, ეს რა არის? ეს არის ფაქტები, ბატონო გელა, როგორც მოგახსენეთ და წინა გადაცემაში ჩვენ როდესაც ჯეტურის ავტომობილები წარვადგინეთ, ეს არის ავტომობილები, რომლებიც არის წუნდებული, დამზადებული ყაზახეთში, რუსეთში, საღდება როგორც ახალი ავტომობილები და ისე ხდება მათი რეალიზაცია მოსახლეობაზე, ასევე ამ ორგანიზაციას არ გააჩნია არც ავტოსერვისი, არც მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მოსახლეობა მერე იძულებულია, რომ სერვისი გადაამოწმეთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფაქტებია. წინააღმდეგ შემთხვევაში საიდან გვედრონოთ? ჩვენს გვაქვს ფოტო, ვიდეო მასალა, სადაც ხმაც ნათლად იცვლის, შეძენილი გვყავს 2 ავტომობილის და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს ჩვენგან ეს ინფორმაცია ოფიციალური განაცხადი, როცა დაფიქსირდება, ოფიციალურად მივაწვით ნებისმიერ ინფორმაციას. ამავდროულად, ქალბატონო თეონა, ესეთ შეკითხვას დაგისვამთ. როცა ერთი იურისტი ამბობს, რომ ჩვენ გადავამოწმეთ და ვიღაცები ყიდიან საქართველოში ჯეტურს, რომელიც არის შეღებილი და ატყუებენ მოსახლეობას. ჩვენ ჯეტურზე გვაქვს საუბარი, სხვა ავტომობილზე არ გვაქვს საუბარი, ვინაიდან ძირითადი ამის შემომყვანი ვართ ჩვენ. ჩვენ ყიდი და ჩვენ გული გვწყდება, რომ ესეთ კარგ ავტომობილს, რომლის ქარხანა უნდა აშენდეს საქართველოში, მილიონობით ფულია ჩადებული და ვიღაცა 2 კინკილა მანქანა სადღაც ქუჩა იყიდის, მოიყვანს არაზროს მანქანა ადგილზე არ ყავს და ვითომ ასაღებს სავს მე ვარ ვიღაცის დილერი. ეს ტყუილი როგორ იქნება მოსახლეობისთვის? ერთ დღეს ყველა მოსახლეობა ეს ავტომობილი რომ მოიყვანოს თქვენთან და აღმოჩნდეს ყველა გადაღებილი. თქვენ მისცემთ თუ არა დასკვნას, რომ ეს ავტომობილი არის წუნდებული. და მე რა მოხდება? რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანია გასცემს დასკვნას, რომ მსგავსი ავტომობილები არის წუნდებული. სამწუხაროდ არსებობს ფაქტები, რომ ჯეტურის ფილმის მანქანები შემოყვანილი არის რუსეთიდან და რომელიც არიან გადაღებულები და მოსახლეობა შედის შეცდომაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვეცდებით ჩვენი კომპანია მაქსიმალურად აღმოფხვრას ეს ბატონო კოტე, თქვენ და ბატონმა მიშამ შეისყიდეთ 2 თუ 3 ავტომობილი. აგერ მიკროფონი. დიახ, მართალია, რასაც ბრძანებთ. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ჩვენ პირველ რიგში ჩვენ დავრწმუნებულიყავით ამ ფაქტში და შემდეგ მოსახლეობისთვის დაგვემტკიცებია, რომ ეს ნამდვილად ესეა. რისი ფოტო მტკიცებულებას ბატონმა შალვამ წაღან წარადგინა და ფაქტი არის. ჩვენ ფაქტზე ვსაუბრობთ და შესაბამისად ყველა ჩვენი გაჟღერებული სიტყვა დამტკიცებული იქნება ფაქტებით, რასაც სხვადასხვა დროს კიდევ წარვადგენთ თუ საჭირო გახდა.
ბატონო მიშა, თქვენ ესწრებოდით ამ შესყიდვას. კი ბატონო. თქვენ ეს ავტომობილი შეისყიდეთ და ეს ავტომობილი თქვენ თვალწინ თქვენ ნახეთ საიდუმლო წყაროებით, რომ ეს ავტომობილი, რომელიც თქვენ ფული გადაიხადეთ, 3 დღის განმავლობაში არ მოგცეს და ამ 3 დღის განმავლობაში მთლიანად ავტომობილს გაუკეთდა რას ეძახიან? პოლირება საავტობუსო სათუნუქე სამუშაოები. თქვენ ეს თქვენი თვალით ნახეთ. კი ბატონო. ორჯერ თუ 3 მანქანა შეისყიდეთ. ორი მანქანა შევსყიდეთ, ორი მანქანა იყო სათუნუქე სამღებრო სამუშაოები ჩაუტარდა და მე პოლირება და თქვენ იყიდეთ ჩვენ. თქვენ შეიძინეთ როგორც ახალი ავტომობილი. და გიმტკიცებდნენ რომ ეს არის ქართული ავტომობილი, ხო? კი ბატონო. ფული ოფიციალურად შეიტანეთ, შეისყიდეთ ავტომობილი. ერთი სიტყვით, ქალბატონო თეონა მოატყუეს ეს ყიდველები არიან. რა თქმა უნდა. და შეიძლება თუ არა სხვა ავტომობილებიც ესეთი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, დასაშვებია ყველაფერი. ამიტომ შეიძლება რა უნდა გააკეთოს, ბატონო შეიძლება რა უნდა გააკეთოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც შეიძინა სადღაც ჯეტურის ავტომობილები, არ აქვს მნიშვნელობა. ჯეტურის სახელი ჩვენთვის ბევრ რამით თქმელია. აი რა უნდა ქნას იმ ადამიანებმა, რომლებმაც შეიძინეს ეს ავტომობილი უკვე თქვენ როგორც ამბობთ შეღებილი. კი ბატონო, რა უნდა ქნას მარტივი გამოსავალია, მოიყვანოს ჩვენთან და მიიღებს ოფიციალურ დასმას, სად არის ეს ავტომობილი წარმოებული და რა მდგომარეობაშია, თუ მაინც და მაინც არ მოიყვანს ჩვენთან, ნებისმიერ ცენტრში შეუძლია ამის შემოწმება, მაგრამ რეალური ინფორმაციის მიღება მხოლოდ ჩვენთან არის შესაძლებელი და ამასთანავე დავამატებ, რომ ეს ორგანიზაციები ცდილობენ ჩვენ მუშაობაში ხელი შეგვიშალონ. გარდა იმისა, რომ მოსახლეობას ატყუებენ, ხდება ხელმძღვანელობისთვის, ჯეტურის ცენტრალური ხელმძღვანელობისთვის სრულ ინფორმაციის მიცემა და ფიქრობენ, რომ რაღაც სიტყვას შეგვიშლიან. რაც რა თქმა უნდა არ გამოუვათ, იმიტომ რომ ჯეტურის ხელმძღვანელობამ კარგად იცის მათე მოტორსმა რამდენი მილიონიანი ინვესტიცია გააკეთა, რა სამუშაოები ჩაატარა და დღეს მათე მოტორსის დამსახურებაა, რომ ჯეტური ესეთი პოპულარული და ცნობადი ბრენდია, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. აი ამ ადამიანებმა, ვინც ქუჩა-ქუჩა ჯეტურს ყიდეს, მიაწოდეს ქარხანას ინფორმაცია, რომ ჩვენ თითქოს და რაღაც რა არ ვიცი, უნდათ რაღაც ხარვეზები ეპოვათ, რა ხარვეზებსაც ჩვენ მიიღეს აგერ შედეგი. მიიღეს უკვე შედეგი. მეგრელებისგან შემდგარი, გუნდისგან მიიღეს პასუხი, ხო? კი ბატონო. და კიდევ უფრო უარეს პასუხს მიიღებენ, ხო? კი, რაც გულისხმობს იმას, რომ უფრო მეტ ჯეტურს გავყიდით და უფრო კარგად მომსახურებით მოსახლეობას. და ძალიან მალე გაიგებს მოსახლეობა, თუ რატო შემოყავთ იმათ ავტომობილები და ვისია ეს ავტომობილები რეალურად. კი ბატონო. შენ როგორ ფიქრობ? მოდით როცა დავაყენებთ ამ საკითხს, მერე ყველაფერი ჩაუშალოთ მოსახლეობას. როცა საქმეზე მიდგება, თქვენ იურისტები ამაზე იმუშავეთ და პასუხს აგებთ ყველა თქვენ სიტყვაზე. მე ვარ ამ წუთას წამყვანის პოზიციაზე. თქვენ რასაც მეუნებით, იმას ვაჟღერებთ, ხო? თქვათ რა? თქვენ მზად ხართ, რომ უბრალოდ ახლა თავს იკავებთ, იმიტომ რომ მაინც საქართველოა, ქართველები ხართ და თქვენ იტყვით თუ ვისია ეს ავტომობილები და რატომ არის ეს ავტომობილები შემოყვანილი, ხო? კი ბატონო, რა თქმა უნდა. კარგი, მოდი, გავაგრძელოთ. არსებობს თუ არა, ატყუებენ ადამიანებს თუ არა, რომ თითქოს და ბატონო კოტე, ატყუებენ ადამიანებს თუ არა, თითქოს და აქვთ რაღაცა ცენტრი მომსახურეობა გაყიდვის შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი აზრით, ეს არის ჩემი აზრით ისეთი ინფორმაცია, რომელზეც თვითონაც არიციან ამაზე პასუხი, რადგან გამომდინარე იქედან, რომ ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც მათე მოტორში შემოვა და ნახავს ჩვენ შოურუმს, იმის უკან დგას შოურუმზე დიდი სერვისი, რომელსაც გამომდინარე აქედან ჩვენ იმიტომ ვაძლევთ, რომ 10 წლიან გარანტიას, რომ ვართ პასუხისმგებელი იმაზე ჩვენს გაყიდულ ჯეტურზე, რომ 10 წლიანი გარანტია მიცემული ჯეტურზე ნიშნავს, რომ 10 წელიწადი ის სერვისი, ჩვენი სერვისი ნამდვილად მოემსახურება და ამ ეტაპზე ადამიანები, რომლებიც ჯეტურს ყიდიან, სხვა კომპანიები არ ამგონია, რომ ამ ხელა სერვისი კონდეს. ამაზე არ არის საუბარი, შენ რა გაქვს ამაზე არ არის საუბარი. თქვენ ხართ განაწყენებული, იმიტომ რომ ხალხს ატყუებენ, გვაქვს სერვისი და რეალურად თქვენ სერვისს ვერ მიაგენთ. არ არის სერვისი. სერვისი არ არსებობს. სერვისი იქ ახლო არსად არის, სადაც ჯეტური გაკეთდა. და არ არის სერვისი. შესაბამისად არ არის. კარგი. იურიდიულად, ქალბატონო თეონა. იურიდიულად როგორ არის? ერთ-ერთი
Ჭ-კლასის ტელევიზია ვთქვათ, რომელსაც 200-300 კაცი ყავს თლიანად წელიწადში მაყურებელი, ხალხი შეყავს თუ არა შეცდომაში როგორ ხდება? შეყავს თუ არა შეცდომაში, რომ ესენი არიან ექსკლუზიური დილერები, წარმომადგენლები და ქვეყანაში არიან ყველაფერი. ამ დროს რა ხდება? რაღაცა თანხის გამო ეს ადამიანი ამბობს ტყუილს, ხო? რომელიც მოსახლეობა ნახა. ხო, ტყუილია. აი ამ ტყუილის გამო რა ხდება? იურიდიულად. როცა თქვენ ხვალ მიიყვანთ ავტომობილს და ეთქვით, აი ავტომობილი, მე შევიძინე თქვენგან. ორი ავტომობილია, ხვალ გინდა თქვენ წახვიდეთ, მიუყვანო და ეთქვით, აი შემიცვალე ამორტიზატორი. და ვნახოთ ერთი რამდენ ხანში შეგიწვია და სად არის ეს ცენტრი, ხო? და ამ დროს არ აღმოჩნდება არც ამორტიზატორი, არც პროფილაქტიკა. ამ დროს ჟურნალისტი, ვითომ ჟურნალისტი, ესეც ვითომ ჟურნალისტი, ხო? წადი ბიძია და ლექცია წაიკითხე, თუ წაიკითხავ რა ჟურნალისტი, ისი ჟურნალისტი. გარანტიები. არავით არის საბუთი არ გაგაჩნია ჟურნალები გარანტიის სტობის და ხალხს ატყუებს, ხო, სირცხვილია. არის თუ არა ეს სირცხვილი? არა მარტო სირცხვილიდან შედიან გარანტიას აძლევ ადამიანს და შემდეგ მოდის და ვერ ასრულებს შენს მიერ მიცემულ გარანტიას აქედან გამომდინარე უნდა არა, იყოს სანდო კომპანია. აი მე გეუბნები ჟურნალისტიდან. აი ხალხი, მე ჟურნალისტებს ძალიან დიდ პატრიოტს, თაღლით ჟურნალისტებს არა. მათ ყურა ჟურნალისტებს არა. ჩვენ ვამბობთ ჟურნალისტებს, ჩვენ ყველა უნდა პატრიოტს. მაგრამ ჟურნალისტი როცა ამბობს, რომ მოდით და ესენი არიან ეს და ამ დროს ნოლია და არაფერი არ არის როგორ ხდება. აი ჟურნალისტ ხვალ თქვენ ურეკავთ და ეუბნები, წამოდი აბა ავტომობილი შევისყიდე, ნებისმიერ თანხას ვიხდი, მოდი ერთი გამიკეთე, აბა სად არის შენი პროფილაქტიკა? თაღლითობა არის და ჟურნალისტ პრობლემა შეექმნება შალვა. კი, პრობლემა შეექმნება და ძალიან სამწუხარო ფაქტია. როდესაც შეცდომაში შეყავს მედიას ჩვენი მოსახლეობა და ამბობს იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. თქვენ ჟურნალისტის სახელ და გვარს არ ასახელებთ? არა, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე არც ტელევიზიას არ ასახელებთ, მაგრამ ხართ ძალიან ნაწყენები. ძალიან გულმატკენი ვარ, იმიტომ რომ ჩვენმა აწ უკვე ყოფილმა მეგობარმა მედია საშუალებამ, რომელთანაც ჩვენ ძალიან მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა, ჩვენ ზუგს უკან გააფორმეთ. მაგრამ არასდროს არ გვინდოდა, მაგრამ ესეც თქვენ გააკეთეთ. ესეც კეთილინება იყო. ხათრით, ხო? რა თქმა უნდა და მათ და მიიღეს შენ ინფორმაცია ყველაფერი ვითომ წაიღო სხვაგან? კი ბატონო და ექსკლუზივი მიიღეს მულტიბრენდული სოფლიო დონის კომპანიისგან და მათი რეიტინგი ზევით წავიდა, თორე რეიტინგი და ნახვადობა და ყურებადობა როგორი აქვს ჩვენს ბრენდს, ეს თემა მსოფლიო მიცის ყოველგვარი манипуляციების და დამატებითი თანხის გარეშე. თუ ჩვენი 30 იურისტი, 30 ადვოკატი ჩაერი ამ საქმეში საფუძვლიანად და გაიგეს ზიმე წერტილზე ამოიღებენ, საიდან არის ავტომობილები შემოყვანილი. შემდეგ რეალურად თქვენ რასაც ამბობთ, გადაღებილია თუ არა და მე ჟურნალისტი სრულ ინფორმაციას ავრცელებს, თვითონ მომუშავეებმა, თანამშრომლებმა მოატყუა ჩვენი თანამშრომლები და მიყიდეს გადაღებილი მანქანები, ამას რა მოყვება? ამას მოყვება ის, რომ მთავარ სამართლოს კიდე ერთი საქმე დაეწერება და დაიღალა რეალური დანაშაულის გახსნის ნაცვლად უწევთ აი ესეთ ცრუ გარანტიებზე დროის ხარჯი. მე მინდა მოსახლეობას მივმართო. ჩვენ ძალიან მალე ქუთაისსა და ბათუმში უკვე გაკეთებულია ბათუმელებს და ქუთაისელებს არ მოუწევს თბილისში ჩამოსვლა ავტომობილების შესყიდვა, ვინაიდან ეს ცენტრი უკვე ქუთაისში გაკეთებულია. ხოლო ბათუმში არის და არის საუკეთესო თანამედროვე ცენტრი. თბილისში კიდე თქვენ ძალიან დიდ ცენტრს ხედავთ, სადაც იყიდება ჯეტურები. ერთი სიტყვით, ჯეტური სამივე ადგილზე გაიყიდება. უკეთესი არის მე ყველა იმ ადამიანს მინდა მიმართო, ვინც გუშინ დაიწყო ეს ბიზნესი. ერთმანეთის ჩასაფრება კარგს არავის არასდროს არ მოუტანს. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს 30 წლიანი გამოცდილება, ჩვენ გვაქვს ცენტრები, ჩვენ გვყავს თანამშრომლები, ჩვენ გვყავს ხელოსნები, სპეციალისტები და ჩვენი თანამშრომლები ყველგან გადამზადებული არიან. მოდი ვნახოთ ჯეტური შევამოწმოთ, აი მოვიდეს ნებისმიერი ჩვენი გაყიდული
ჯეტური და ჩვენ გვაქვს ადგილზე 100% ნაწილი, რომელზეც მე გელაბარკალაია პასუხს ვაგებ. 100% ავტონაწილი, რასაც ქვია, ჩვენ ადგილზე გვაქვს. ეს თვითონ არც დუბაიშია 100%, არც ჩინეთშია თვითონ 100%, მაგრამ ჩვენ გვაქვს. ეს არის ბიზნესი. საიდან გვაქვს? რა შენი საქმეა? ორშაბათ დილით მომიყვან ავტომობილს, ამორზატორსაც გამოგიცვლი. ლაბაოის შუშას რო ეძახიან, და რა ვიცი, თუ გინდა მოტორსაც შეგიცვლით, ხო? პრობლემა არა. ჩვენი ბრენდია ეს ჯეტური. მე მინდა ვთხოვო, რომ ბევრი ჯეტური შემოიყვანეთ და რეკლამა გავუკეთეთ და ავტომობილებს გავყიდით ჩვენ. მოდი, გისურვებთ წარმატებას და ვთხოვ ყველა საქართველოში მცხოვრებ ადამიანს, რომ ჯეტური უნდა შეიძინონ მხოლოდ და მხოლოდ იქ, სადაც არის სინდისი, ნამუსი, ღირსება, პასუხისმგებლობა და რეალური პასუხის გაცემა ნებისმიერი მომხმარებელისთვის. სადაც არის გელაბარკალაია, იქ ყოველთვის იყო, არის და იქნება პატიოსნება და სინდისი. ჩვენ რეალურად თუ ვინმე მოიგონებს რამეს, თორე რეალურად 70-80% ჩვენ უმუშაობთ, 80% ეს პატარა პროცენტი არ არის, უმუშაობთ მემსახურებით და არავისთვის არასდროს პრობლემა არ გაგვიჩენია. 20%-ს რას ვიტოვებ, ახლა იურისტები ხარ და ბიზნესი სხვა არის, იურისტობა სხვა არის. აი 20%-ს რას ვიტოვებ? 20% არის ისე იმტრევა ავტომობილი, რომ ჩვენ რო ვეუბნებით უცებ გაგიკეთებთ, სიტყვაზე ვთქვა, აი კუზაოა შესაძლებელი. თლიანად, ხო, მაგას ჩვენ ვერ გავაკეთებთ, ვინაიდან ეს ავტომობილი უნდა ჩამოიწეროს და ესეთი შემთხვევა გქონია და ჩამოვწერეთ კიდევაც და პატრონს მივეცით, აგერ ხონში იყო ესეთი შემთხვევა, ხონელმა კაცმა შეიძინა ავტომობილი, იმ დონეზე დაიმტვრა ავტომობილი, რომ მისი აღდგენა არ შეიძლებოდა და სადაზღვევო კომპანიამ გადაუხადა ფული და ჩვენ ახალი ავტომობილი მისთვის გამოვყავით. მე მინდა იურისტებს დიდი მადლობა გადავხადო, აქ მხოლოდ და მხოლოდ არის ჯეტურზე საუბარი და დანარჩენი ელექტრომობილებიც ესეა. ტყუილი რომ მე ექსკლუზივი მაქვს, ან მე 5-6-7 ბრენდის დილერი ვარ, ერთ დღეს მოგადგებიან და გეტყვიან, აბა, მანახე ერთი რო ამბობ, რისი დილერი ხარ, ხო? მე მინდა მოსახლეობას უთხრა. ჩინეთში წარმომადგენლობა, რასაც დილერობა ქვია, აღიერს $1000. აქედან გამომდინარე, ამის აღების პრობლემა არ არის. ჯეტურის ექსკლუზიური საბუთიც გვექნება ხვალზე, რომ არ მქონდეს მე მაგის გაკეთების შანსი, ან რა ვიცი, როგორ გითხრათ, ახლა იმ სიტყვას აღარ ვერ ვიხმარ, მაშინ ამ ცენტრებს ვერ გავაკეთებდით, ვერც ბათუმში და ვერც ქუთაისში. აქ მხოლოდ და მხოლოდ არის ჯეტურზე საუბარი და ჩვენ კიდევ მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ იყიდეთ, შეიძინეთ მხოლოდ მათი მოტორში, ვინაიდან ძალიან მალე ჯეტურის ავტომობილებზე იქნება გრანდიოზული გათამაშება. ვინც ჯეტურის ავტომობილები შეიძინა, ჩვენ ძალიან დიდ გათამაშებას ვაკეთებთ. მე მინდა ჩემს იურისტებს დიდი მადლობა გადავხადო აი ამ შრომისთვის, ამ ინფორმაციის მოპოვებისთვის და მე მინდა გითხრათ, მე ვარ კომპანიის დამფუძნებელი. მე ვარ ამოდენა აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნის ბიზნეს პალატის ტრანსპორტის ხელმძღვანელი. ამიტომ მე არ ვიძიებ, მე არ ვიკვლევ. არის 30-მდე ადვოკატი, იურისტი, რომელიც სამსახური ჩვენ თითქმის უკვე შექმნილი გვაქვს, აგერ უკვე არიან ის ადამიანები, ვისაც ეს საკითხები დაინტერესებული იყვნენ, დაინტერესდნენ და აგერ არის შედეგი. და თუ ვინმეს რამე პრეტენზია გექნებათ, ეს ჟურნალისტი იქნება თუ ავტომობილის გამყიდველი, აგერ არის 4 ადამიანი და ნებისმიერ დროს გადაგცემენ მასალას და დაგიმტკიცებენ, რომ მათ 2 ავტომობილი, 2 თუ 3 ავტომობილი შეიწყიდეს, რომ მათ ქონოდათ ფაქტი. გისურვებთ წარმატებას.